სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და ძალიან პრაქტიკული. ამაზე ალბათ გაკვირით ჩვენ შევეხეთ, მაგრამ არ გვაწყენს კიდევ ერთხელ გამეორება და უფრო დეტალურად, უფრო საინტერესოდ პასუხობს ჯონ მაკარტური ამ კითხვას. ეს ეხება ჩვენს ურთიერთობას განსაკუთრებით მშობლებთან, რომელიც ჩვენც პირადად მეც განვიცადე და ყველამ, იმიტომ რომ ჩვენ დავიბადეთ ათეისტურ ქვეყანაში, სადაც ღმერთს საერთოდ წარმოდგენა არ იყო, მოდი ვთქვათ, უღმერთოებას უფევდა და მეც ესე დავასათაურე, უკვე დამოუკიდებელ შვილებს, ზრდასრულ შვილებს, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ უღმერთო მშობლებთან. და ეს ახლა შეიძლება ისეთი მძაფრად ჩვენ არ ქონია სიტუაცია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დასავლეთში და ალბათ საქართველოშიც ახლა უკვე არიან ისეთი ოჯახები და დასავლეთში ძალიან ხშირი იყო, სადაც ძალადობას ჰქონდა ადგილი, სადაც ჰქონდა პირდაპირ გაგებით ღმერთის გმობასაც და ეს იყო შეიძლება ფიზიკური ძალადობაც და ზოგ შემთხვევაში ამერიკაში და მე ვიცი კანადაში, ავსტრალიაში ხშირი იყო სექსუალური ძალადობაც. და წარმოიდგინეთ ახლა აი ესეთი პიროვნება, რომელიც მერე იღებს უკვე ქრისტეს, როგორ უნდა გააგრძელოს მათთან ურთიერთობა. აი ამას ამბობს ჯოანა, ჩვენი საყვარელი ჯოანა, სვავს ამ კითხვას, ხო? კითხვის ავტორი. გამარჯობათ, ჯონ, მე ჯოანა მქვია. და სხვადასხვანაირად იწერება, სხვათა შორის ჯოანა და სხვადასხვანაირად იყო. და აინტერესებს დედის დღე, იცით, დედის დღე იყო ახლა ხან ამ ამერიკაშიც, ავსტრალიაში, კანადაშიც, ერთად არის ხოლმე დედის დღე. თქვენთან ცოტა სხვანაირად არის, მარტში ზეიმობენ ზოგგან ქალების დღეს, მაგრამ აქ დედის დღე ესე არის პირველი ორშაბათია თუ პირველი შაბათ-კვირა აღარ მახსოვს მაისის, დიახ, მაისის და აინტერესებდა დედის დღეს შეიძლება რომ მე რომელიც გავიზარდე ძალიან რთულ ოჯახში, სადაც ადგილი ქონდა ძალადობას და დედის დღესთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო სწორი რეაგირება, რომ მე რაღაცნაირად შევხმიანებოდი და კონტაქტი დამემყარებინა ჩემს მშობლებთან. ჯონ მაკარტური საუბრობს. ფიქრობ ეს ძალიან კარგი კითხვაა. რა თქმა უნდა და ძალიან შესაბერისი მომენტიც არის. იცით, ბიბლიური ფრაზით რომ ვთქვათ, თქვენ ამითი მათ თავზე ნაკვერჩხლებს ყრითო. და ეს არის პავლეს მიერ რომაელთა წელში მოტანილი, მე-12-ში წაგიკითხავთ ახლა, რომელიც პავლე მისესხა იგავების წიგნიდან 25 თავიდან 21-22 მუხლები. მე კი რომაელთა თლიან მონაკვეთს წაგიკითხავთ, როცა პავლე უკვე დარიგებას აძლევს გარე ურთიერთობებზე. არავის მიაგოთ ბოროტის წილ ბოროტი. კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე, თუ შესაძლებელია თქვენ სხვი ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით, შურს ნუ იძიებთ თქვენთვის საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას. ვინაიდან წერია, ჩემია შურისგება და მე მივაგებ, ამბობს უფალი. ამიტომ თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი, თუ წყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენს ძლიე ბოროტს კეთილით. ამას იესო ქრისტეც იმეორებს ბევრგან. ეს იყო ხომ მთაზე ქადაგების ძალიან დიდი გზავნილი, რომ ანალოგიურად კბილი-კბილის წილ და თვალი-თვალის წინ არ ყოფილიყო ქრისტიანების უკვე სახელმძღვანელო, არამედ იესოც ამბობს, რომ როცა ვიღაცა გაგარტყავს და ამას პირდაპირ ნუ გაიგებთ მარცხენა ლოყაში, რომ მარჯვენა შეუშვირონ. ასევე თუ ტანსაცმელს ვინმე გაგხდის, ქურთუკიც უნდა გაატანო და ასე შემდეგ. ჯონ მაკარტური აგრძელებს, ფიქრობ, რომ შესაფერისია ადამიანების სიყვარულით მოპყრობა და ფიქრობ, რომ თქვენც უნდა გიყვარდეთ თქვენი მტრები. ანუ დარწმუნებული ვარ, ფართო გაგებით, თქვენ არ მოგინებოდა თქვენი დედის მტრად კლასიფიცირება, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე გამოუვიდა როგორღაც, რომ თქვენ უკვე თქვენში მტრობაა ჩამოვარდნილი, თუ ესეთ ადგილს ქონდა ადგილი. მაგრამ ეხლა რას აკეთებთ თქვენ, როგორც ქრისტიანი უკვე მორწმუნე? თქვენ როცა გიყვართ თქვენი მტერი, თქვენ აჩვენებთ, რომ ამითი ღვთისშვილები ხართ. რადგან ჩვენ ვიცით, რომ თავად ღმერთს უყვარს თავისი მტრები. და ეს ღმერთის მტრები
განა წარსულში ჩვენც არ ვიყავით? და ამიტომაც გვიხსნა მერე მისგან. და თუ ღმერთს შეუძლია თავისი მტრების სიყვარული, როცა ღმერთი სრულიად წმინდაა, ჩვენ განა უწმინდურებს არ უნდა შეგვეძლოს იგივე მტრების სიყვარული, რომლებიც ჩვენ უფრო მეტად გვანან, ვიდრე ჩვენ გავართ ღმერთს, ან ისინი გვანან ღმერთს. და ჩვენც ესეთები ღმერთს უყვარვართ. ასე რომ ფიქრობ, რომ ეს უბრალოდ იდეალური ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ შეიძლება შენი მტრების სიყვარული და ფიქრობ, რომ სწორედ ეს ხდის ჩვენს გზავნილს, ამ კეთილ სახარებას, ასე დამაჯერებელს. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი ტრაგედია ის არის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდები განსაკუთრებით ადანაშაულებენ შავი მშობლებს და ყოველთვის მსხვერპლად გვაჩვენებენ თავს. და ყოველ ჯერზე, როცა მათ ეძლევათ საშუალება მშობლების გაკრიტიკების, ისინი ყველა თავის პრობლემას მათ მიაკუთვნებენ. და სწორედ ამას ეუბნებიან მათ ფსიქოლოგებიც. ფსიქოლოგები ეუბნებიან, რომ თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს შხამი, რომელიც მათ შემოიტანეთ, უკან დაუბრუნოთ, რათა მათაც იცოდნენ ის თუ რა ტკივილი მოგაყენეს და რა გაგიკეთეს. და ესე შვებას მოიპოვებთო. მაგრამ ქრისტიანის აქციელი ხომ სრულიად საპირისპიროა, რასაც მიწიერი ადამიანი და უღმერთო ადამიანები აკეთებენ. იმიტომ რომ მათ არასოდეს არ უნდა თავი ცნონ დამნაშავეებად, ცოდვილებად. და ჩვენ ხო ვიცით, რომ ბავშვობიდან ყველა ცოდვილი იბადება დედის მუცლიდან. ყველა აბსოლუტურად და არავინ არ არის მართალი. და როდესაც შენ ამ ფსიქოლოგების რჩევებს მიყვები, ეს კიდევ უფრო დაგანგრევს. ამ ურთიერთობასაც და პიროვნულადაც, რადგან თქვენ ისე ვიტოვებთ ამ სიძულვილს და მტრობას, რომელიც არანაირი შურისძიებით ვერ იქნება შემსუბუქებული. ამითი თქვენ პირდაპირ გაგებით თავს ინადგურებთ. ასე რომ მე ვფიქრობ, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის უბრალოდ რომ გიყვარდეთ ისინი და გამოავლინოთ ეს სიყვარული მათ მიმართ ყოველ ჯერზე, ყოველი საშუალებით. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გძნობთ თავს და როგორი გაუცხოებული ხართ. მე ვიცი, რომ ამის გაკეთება არც ისე იოლია და ძალიან რთულია, მაგრამ სიყვარულით თქვენ უნდა ეს შეძლოთ. სიყვარულით მიმართოთ მათ და ფიქრობ, რომ სასარგებლო იმის ცოდნა, რომ ურწმუნოების მსგავსად ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ. ამიტომ უნდა გაგიკვირდებათ, როდესაც ისინი ასე იქცევიან. მაგრამ თქვენ გააოცეთ თქვენი მტრები, თქვენი მშობლები, ვინც არ უნდა იყოს ის, თქვენი არაორდინალური საქციელით და პარადოქსულად იმოქმედეთ. უბრალოდ გიყვარდეთ ისინი იმის მიუხედავად, რაც მათ გაგიკეთეს და მიეცით იესო ქრისტეს საშუალება, რომ გაანათოს მათ მიმართ თქვენს მიერ გამოვლენილი ეს სიყვარული. მადლობა ჯონ პასუხისათვის.